Რამდენად რეალურია საქართველოში კიდევ ერთი საინვესტიციო ფონდის შექმნა. ისრაელური კომპანია Elenito Group-ი საქართველოში ენერგეტიკის განვითარების კუთხით 2 მილიარდ 500 მილიონიანი ბიუჯეტის მქონე ფონდის შექმნის ინიციატივით გამოდის, რომლის მიზანიც ქვეყანაში ენერგეტიკის დარგის განვითარება იქნება. ისრაელური კომპანიის ინიციატივას ენერგეტიკის მინისტრი ტევეს ამთან აფასებს. კახი კალაძის განმარტებით მისთვის ცნობილია Elenito Group-ის ინიციატივა. მინისტრის განცხადებით, ენერგეტიკის სამინისტრომ მსგავსი მასშტაბური პროექტების განხორციელებას ხელს შეუწყობს. მისასალმებელია თუ აქვთ ასეთი განზრახვა, რომ ასეთი ფონდი შეიქმნას ენერგეტიკული პროექტის, კონკრეტულად ენერგეტიკული პროექტების განხორციელებისათვის სამინისტრო ამას და მთავრობა მხოლოდ მიესალმება და ჩვენ მზად ვართ ერთობლივად განვიხილოთ გარკვეული პროექტები, რომელიც მათ აინტერესებს. ჩვენ მზად ვართ გავუკეთოთ პრეზენტაციები, არსებული პროექტები, რომელიც გვაქვს სამინისტროში და ამის მერე მათ შესაძლებელი ექნებათ აირჩიონ ნებისმიერი პროექტი და განახორციელონ. ისრაელურ კომპანიაში კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ, თუმცა მათ მიერ ამ დრომდე გაკეთებული განცხადებების თანახმად კომპანია ეკონომიკური და სტატისტიკური ინფორმაციის გაანალიზების სტადიაშია, რასაც როგორც კომპანიის დამფუძნებელი დავით ალონი აცხადებს, რამდენიმე თვე დასჭირდება.